მოგესალმებით ამიგოებო, ჩემი სახელია რეზერგი და ამ ვიდეოში წარმოგიდგენთ მორიგ story time სტილის ვიდეოს, სადაც ესე კამერის წინ ვждები და ყველანაირი ედიტის გარეშე ვლაპარაკობ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რა მაწუხებს ხოლმე ჩემ აზრებს და ჩემ აზრებს გიზიარებთ, მოკლედ ამა თუ იმ საკითხის მიმართ. დღეს მინდა ერთ საინტერესო ვიდეო გავაკეთო, სადაც ჩემი ასე ვთქვათ სიასავით მაქვს შედგენილი ცხოვრებისეული წესების, რომელმაც შეიძლება თქვენი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალოს. ჩემი აზრით ეს რჩევები ძალიან არის ასაკზე დამოკიდებული და ასევე ამას მინდა ხაზი გაუსვა, რომ თუ გგონიათ რომ აქ ის ადამიანი ზის, რომელიც ისეთ რჩევას გეტყვით, რომ ხვალ მდიდრები გახდებით ან ერთ კვირაში თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება, ეხლა ვეჯობთ გათიშოთ ეს ვიდეო, იმიტომ რომ ესეც მე ვერაფერს ვერ გეტყვით რა. ხოლო თუ ამ რჩევებს და ამ ვიდეოში რაც მე ვიტყვი გაითვალისწინებთ, აი გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენი mental health-ი მართლა რადიკალურად შეიცვლება და მე საერთოდ ეგრე მგონია, რომ რაც უფრო ჯანსაღად ფიქრობს ადამიანი, მით უფრო მარტივია მე იმ ადამიანმა ფინანსურ სიტუაციაში ცხოვრების და ასევე პირად ცხოვრებაშიც უფრო დიდი შანსია იმის, რომ წარმატებული იყოს. ასე რომ ეს რაღაცები, რაზეც მე ვილაპარაკებ, გააჩნია ასაკს. თუ უფრო დიდები ხართ ასაკში და ანუ ზრდოსლები როგორც იტყვიან ხოლმე, უფრო დიდი შანსია რომ ეს ყველაფერი თქვენ უკვე იცოდეთ, ამის გამოცდილებაც გქონდეს, მაგრამ ერთია გამოცდილება გქონდეს და იცოდეთ და მეორე რამდენად ითვალისწინებ ამ ყველაფერს შენ ცხოვრებაში. და რაც უფრო პატარები ხართ, ჩემი აზრით, მით უფრო ნაკლებია იმის შანსი, რომ ეს ყველაფერი იცოდეთ და ანუ ამ ყველაფერთან შეხება გქონდეთ. ეს რჩევები არის რაღაცები, რაც მე თვითონ ჩემ ცხოვრების ხარჯზე ამიგია საკუთარი თავისთვის და ეს წესები გამithვა, აუ, იმედი მაქვს ძალიან არის მისი პოლიციის სირენის ხმა თუ სასწრაფოს. ხო და რა მინდოდა მეთქვა რა? ეს რჩევები და ეს წესები, რაც ჩემ ცხოვრებაში ჩემთვის შემიქმნია, თავის დროზე ეს ყველაფერი, რასაც მე ვილაპარაკებ, ეს ისეთი შეცდომებია, რომელსაც ყველა ადამიანი ასე თუ ისე უშვებს, მათ შორის მეც. დამიშვია ეს შეცდომები და არაერთხელ ამ შეცდომების ხარჯზე მისწავლია ეს ყველაფერი ისეთ დონეზე, რომ დღეს ამ ყველაფრის გამეორება ჩემთვის ფაქტობრივად შეუძლებელია. ანუ ეს აი რებსაც ახლა მე ჩამოგითვლით, შეიძლება გეგონოს, რომ აი რა მაგარია ან შეუძლებელია, რომ ადამიანი ეგეთ დონეზე მიხვიდე, რომ ეს ყველაფერი შენთვის პრობლემები აღარ იყოს, მაგრამ დამიჯერეთ შესაძლებელია ეგ, თუ რა თქმა უნდა საკუთარ თავზე იმუშავებთ და ელემენტარული შეცდომებზე მაინც ისწავლით საკუთარ შეცდომებს და ეს ყველაფერი ისეთი შეცდომებია, ადრე თუ გვიან ასე თუ ისე ყველა ადამიანი უშვებს. თუ აი 24 საათის სახში არის ადამიანი. დავიწყოთ კაროჩე. 5 წესი, რომელმაც შეიძლება შენი ცხოვრება შეცვალოს რადიკალურად. პირველი, ანუ მეხუთე უბრალოდ ესე, ანუ ზემოდან ქვემოთ ჩავს რა. მეხუთე არის დისციპლინა. დისციპლინა ჩემი აზრით ცხოვრებაში ისეთი რაღაცა არის, რომ ადამიანს რისი მიღწევაც არ უნდა უნდადეს ცხოვრებაში, ფაქტობრივად შეუძლებელია დისციპლინის გარეშე ადამიანმა რაღაცას მიაღწიო რა. ეგ არის სწავლა, ეგ არის ძილის, ანუ დღის რეჟიმის დისციპლინა, ხო? როდის ისწავლო time management-ი, მოდი ვთქვათ. time management-ი, როდის ისწავლო, როდის ივარჯიშო, როდის იარო სამსახურში. კი, საქართველოში სიტუაციები ისეა, რომ არაფერი არ გიწყობს ხელს, არც უნივერსიტეტი, არც სკოლა, არაფერი, მაგრამ ასე თუ ისე უნდა შეეცადო, რომ შენი ცხოვრების დისციპლინა გქონდეს რა. დისციპლინაში რაზეა ადამიანს გავლენა, ხო? ეგ არის ძილის რეჟიმი, უნდა შეეცადო, რომ სწორი ძილის რეჟიმი გქონდეს, იმიტომ რომ ერთი დღე რო ადამიანს კარგად არ გეძინოს, დანარჩენი 3 დღე შეიძლება ისე არ წავიდეს როგორც შენ გინდა, იმიტომ რომ დაღლილი იყო, დაკანცრული, ნერვები არ გქონდეს, უხასიათოდ იყო და ხო ხვდები რასაც ვამბობ რა. ძილის რეჟიმი, კვება, მაგალითად, სწორი კვება, ხო? და ეგეთი რაღაცები, აი ჩემი აზრით, განსაკუთრებით აი ახალგაზრდა ბიჭები ვინც ხართ და ვინც ცდილობთ, რომ სპორტსმენობას მიაწვეთ, ხო? აი ნებისმიერი ადამიანი გეტყვით იმას, რომ არც ერთი სპორტსმენი არაფერი არ არის დისციპლინის გარეშე. ჩემი ძმა მაგალითად პროფესიონალ ბოდიბილდინგს აწვებოდა მთელი თავის ცხოვრება და სულ მაგას მეუბნებოდა, რომ აი რომ მიკითხავს, რომ აი მეთქი ბიგჯას რა არის ყველაზე რთული აი ამ რაღაცაში, რასაც აკეთებ ბოდიბილდინგში. და ორ რაღაცას მეუბნებოდა რა. ეგ არის კვება, ეგ არის აი ყველაზე რთულები როგორ არის რა? ეგ არის ყველაზე რთული არის რომ სწორად იკვებო, მეორე ყველაზე რთული არის რომ კარგად გეძინოს და მესამე ყველაზე რთული არის რომ ივარჯიშო. ანუ წარმოიდგინეთ, ვარჯიშზე რთული არის სწორად იკვებო და სწორად გეძინოს. რატო? იმიტომ რომ აი დისციპლინა არის, ხვდები საჭირო და სულ მაგას მეუბნებოდა ხოლმე ჩემი ძმა რა, ანუ ბოდიბილდინგი ისეთი რაღაცაა, რომ თუ კარგი დისციპლინა არ გაქვს, ხო? აი რამდენიც არ უნდა ივარჯიშო, არანაირი აზრი არ აქვს. და ეს დისციპლინა განისაზღვრება ადამიანის ცხოვრების სტილის მიერ რა.
ჯანსაღი ცხოვრება, მაგრამ შეიძლება ჯანსაღი ცხოვრება არ კონდეს, მაგრამ კარგი დისციპლინა კონდეს, ხო? ასე თუ ისე რა, ძილის, კვების და ყველანაირად უნდა შეეცადო. და რაც უფრო კარგი დისციპლინა გაქვს ადამიანს, მით უფრო მეტი თავისუფალი დროც გრჩება, ასე თუ ისე. ცხოვრებაში. კი, რა თქმა უნდა, გამონაკლისები ყოველთვის არსებობს, მაგრამ მაგაზე ხა მე რო ვილაპარაკო აზრი არ აქვს, იმიტომ რომ არ თქვენი ესე როგორც ეს პირადი ცხოვრება და რაღაცები არ ვიცი, ხო, ასე რომ ყველას თქვენ ცხოვრება შეგიძლიათ მოარგოთ და შეეცადოთ და დისციპლინა დაალაგოთ, იმიტომ რომ დამიჯერეთ რა, აი დისციპლინას რაც უფრო ალაგებ ადამიანი, აი მე მაგალითად რამის ერთი წელიწადია მარტო ვცხოვრობ და აქამდე რო ვიყავი მიჩვეული რომ აი დედა მეხმარებოდა რაღაცაში, ხო, ასე თუ ისე შეიძლება ძმაც, მამაც, ეხლა ყველაფრის გაკეთებას თუ რომ მე მიწევს, ხო? ანუ იძულებული ვიყავი რომ ადაპტაცია გამომეხდინა, ხვდები? იმ ცხოვრების რეჟიმთან, რა ცხოვრების რეჟიმითაც ეხლა ვარ იძულებული რომ ვიცხოვრო. რაც თავიდან ასე თუ ისე გამიჭირდა, ასე თუ ისე ყოველთვის ვიყავი რაღაცებს მიჩვეული ჩემი კეთებას, მაგრამ ეცი რა მომიწია? Time management-ი მომიწია, ხვდები? კარგად. იმიტომ რომ აი მოდი ვთქვათ, შეცდომები, რასაც ვუშვებდი, ხო, ანუ თუ დედაჩემის დახმარებით მეპატიებოდა ეგ შეცდომები ცხოვრებაში, ეხლა რახან მარტო ვცხოვრობ, ეგ შეცდომები აღარ მეპატიება, ხვდები? და იძულებული ვარ რომ ადაპტაცია ყველაფერთან ისე მოვახდინო, რომ ყველაფერი ჩემი ენერგიის ხარჯზე დავაგდეს, რაც ძალიან ნორმალურია. ჩემს ეს ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს და რაც ადრე ასაკში სწავლობს ადამიანი მაგ ყველაფერს მით უკეთესია. ასე რომ ამ ყველაფერში კარჩი ამ რჩევებში მეხუთე ადგილზე ჩავსვი დისციპლინა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა ჩემს ადამიანის ცხოვრებაში დისციპლინა. მეოთხე ადგილზე რაც ჩავსვი, ეგ არის ესეთი რაღაცა, რომ შენი ცხოვრება შეეცადო გქონდეს რაც შეიძლება private. დღესდღეობით ადამიანები social media-ს გამო ეგრე ვართ მოწყობილი, რომ ყველაფერს ვაზიარებთ, ხვდები? ყველა ძალიან ხმაურიანები ვართ. ყველა ვცდილობთ, რომ ჩვენი ხმა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ. ყველა ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი რაღაცა დავარიპოსტოთ, რაც შეიძლება მეტი რაღაცა იყოს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია იყოს შესაძლებელი და ხელმისაწვდომი ჩვენზე. ჩემს ეგ არის ყველაზე დიდი შეცდომა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი ადამიანმა შეიძლება ცხოვრებაში დაუშვას, იმიტომ რომ მე ეგრე მგონია, რომ უფრო დაცული ხარ ადამიანი, როდესაც შენზე რაც ნაკლები ინფორმაცია იცის ადამიანმა მით უკეთესი. აი ხა სისულელე მაგალითს მოვიყვან, მაგრამ რო შემეძლოს რომ აი YouTube-ის კარიერა ესე დონეზე მქონდეს და აი თითის გათკაცუნებაში არავინ არ იცოდეს ჩემზე არაფერი ვინ ვარ და რას წარმოვადგენ, აი მაქსიმუმ სახელის და გვარის გადაან, ვაფშე ანონიმურად და პროსტა რეზერგი იცოდნენ ჩემზე, ეგ ძალიან გამიხარდებოდა რა, იმიტომ რომ რაც უფრო ნაკლები იცის ადამიანმა, განსაკუთრებით უცხო ადამიანებმა, ხო, რომელ ადამიანებსაც შენზე ცოდნა ანუ არაფერში არ წყვეტს ხო მაგათვის შენზე რა იციან და რა არა, ეგ მით უკეთესია რა. ჩემზე არ მაქვს ლაპარაკი ხო აქ, ანუ თქვენზე მაქვს ლაპარაკი, აი თქვენზეც და ჩემზეც ყველაზე რეალურად ხო? აი ძალიან დღესდღეობით ძალიან ბევრ პირად ინფორმაციას გასცემს ადამიანი, ხვდები? აი ვიღაცას რომ მაგალითად შეყვარებული ყავს, ან ცოლი ყავს, პოსტავენ სოციალურ ქსელებში რა ბედნიერები არიან, რო ერთად არიან, როგორ უყვართ ერთმანეთი, ხო ხვდები და ეგეთი რაღაცა რა. რაც ასე თუ ისე ძალიან cute არის და ძალიან სასიამოვნო სანახავად ადამიანები როცა ბედნიერები არიან, მაგრამ მე ეგრე მგონია რა, რომ private იმიტომ ქვია, რომ შენ გარდა ან ორი ადამიანის გარდა ეგ ურთიერთობა სხვას არავის არ უნდა ეხებოდეს, ხო ხვდები რა? და თუ არაფერი არ გაქვს დასამტკიცებელი და ისედაც იცი რომ ბედნიერი ხარ, თავარია ეგ შენ იცოდე, ხვდები? და დასაპოსტიც შემეცით არც არაფერი არ გაქვს, რა. იდეალური მაგათი რომ მოგიყვანოთ, მაგათად 2-3 წლის წინ ან 5 წლის წინ ყველაფერს პოსტავდი ხოლმე YouTube-ზე ვიდეოებში რა, მაგათად store-ზე სად ვიყავი, რას ვაკეთებდი, რა გეგმები მქონდა. დღეს მაგალითად არანაირი სრული არ მაქვს იმის, რომ ვინმე ჩემზე რამე იცოდეს. კი, ეგ შეცდომა უკვე დაუშვი და ძალიან ბევრი ინფორმაცია ჩემზე და ხელმისაწვდომი ჩემივე ზედმეტი ლაქლაქის გამო, მაგრამ ცხოვრება მე ძალიან ისე რთული გზით მასწავლა, ხვდები? და დისციპლინაში და ყველაფერში რა გასწავლო, რა გითხარით ხო გახსოვს და ჩემი გამოცდილებას რა გაგიზიარეთ რა? ადამიანმა შეცდომაზე დაშვებითაც რო ისწავლოს, მაგაში ცუდი არაფერი არა. თავარია აი ის ყველაზე დიდი სიდებილე რომელია, იცით და ყველაზე დიდი დაშვებული შეცდომა. ერთ-ერთი გამოთქმა გამიგია რა. ყველაზე დიდი შეცდომა არის დაშვებული ის, რომლისგანაც ადამიანი ვერაფერს ვერ სწავლობს, თორე ანუ შეცდომის დაშვებაში ცუდი არაფერი არ არის. თავარია მაგ შეცდომაზე ისწავლო და აი ეგ ჩემი ერთ-ერთი დაშვებული შეცდომაა, რომელზეც მიხარია რომ ვისწავლე. ასე რომ ჩემი აი მეოთხე ყველაზე დიდი რჩევა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი რჩევა რაც იქნებოდა ცხოვრებაში, რომელმაც აი მართლა შეიძლება თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს. წლების განმავლობაში, როდესაც ამ რჩევებს გაითვალისწინებთ და მიყვებით, ხო? ეგ არის შეინახე შენი ცხოვრება რაც შეიძლება private. არა საჭირო ყველაფერი პოსტო, როგორი ურთიერთობა გაქვს ვიღაცასთან, შენ ნახევართ, მეორე ნახევართან, შენ წყულთან, როგორი მანქანა იყიდეთ, როგორი სახლი გაქვს, სად ცხოვრობთ და ეგეთი რაღაცეები. ხვაზე ხარ. შენი ინფორმაცია შეეცადე რომ კონდეს რაც შეიძლება private. მესამე ადგილზე რაც ჩავსვი, ეგ არის ისწავლო როგორ უნდა მიიღო კონკრეტულად დღევანდელი დღით სიამოვნება რა.
ადამიანები როგორ ვართ მოწყობილი, აი რეალურად ძირითადად მასას რო გადახედო, ხო? ყველას გვაქვს გეგმები გადათვლილი 3 წელზე, 2 წელზე, 5 წელზე. და ეგეთი რაღაცა, ხო, აი მოდი თქვა დღეს გავიჭირვებ და მე რაღაცებს კარგად გავაკეთებ, ხო? ჩემი აზრით აი ერთ-ერთი რაღაცა რაც ადამიანმა უნდა იცოდე, ეგ ძალიან საჭირო ცხოვრებისეული სკილია, ასე ვთქვათ, რაც ნებისმიერ ადამიანს ადგება ცხოვრებაში, ეგ არის ისწავლო როგორ უნდა მიიღო პროცესით სიამოვნება, ხვდები? და სიამოვნება შეეცადა რომ მიიღო დღევანდელი დღით. მაგალითად, რო ახსნა. აი წარმოიდგინე გინდოდეს შენ მუსიკოსობა, ხო? და გინდოდეს შენ მოდი ვთქვათ ფეხბურთელობა. წარმოგიდგენიათ ფეხბურთელი, რომელიც ელოდება იმას, რომ წარმატებული გახდება. აი ეგ ხო სრული სისრულეა. წარმოიდგინე ფეხბურთელი, რომელსაც უნდა რომ წარმატებული გახდეს და წარმატებას ხო შეიძლება ძალიან დიდი შანსი არსებობს იმის, რომ ფეხბურთელმა წარმატებას ვერასდროს ვერ მიაღწიოს. და რამის 10 წელიწადი, 15 წელიწადი დაახარჯოს ფეხბურთს. წარმოიდგინე ეგ 15 წელი ფაქტობრივად წყალში გადაყრილია, ხვდები? ეგ იგივე რაც მუსიკოს უნდადეს, რომ ხვალ იმენა ჯასტინ ბიბერი გაიჩითოს რა, ან არიანა გრანდე. ეგ არ გამოვა, ხვდები? ანუ პროცესით სიამოვნების მიღება უნდა შეგეძლოს, ხო ეგრეა. ყველა თქვენგანს გააქვთ რაღაცა პროფესია არჩეული. რაღაცა რაც გიყვარს. მოდი თქვა DJ გინდა იყო, ხო? აი იცით რამდენ საქმეს მოითხოვს და რამდენ შრომას მოითხოვს, რომ DJ იყო, ხო? ხო და შენ თუ მაგ პროცესით სიამოვნების მიღება არ იცი, დამიჯერე, შედეგს ვერასოდეს ვერ მიაღწევ. პირველ რიგში პროცესით სიამოვნების მიღება უნდა იცოდე, ხვდები? და მე ნებისყოფაც გეყოფა და შენ თუ პროცესით სიამოვნების მიღება არ იცი, აი იმ countless დრო რაც ჭირდება ფეხბურთს და იმ countless საათებს რაც ჭირდება რომ გიტარაზე დაკვრა ისწავლო, პიანინოზე დაკვრა ისწავლო, ხო? არ გეყოფა ნებისყოფა. თუ შენ პროცესით სიამოვნების მიღება არ იცი, მაგის პირობას მე გაძლევ რომ არ გეყოფა ნებისყოფა, რომ იმ წვერვალს მიაღწიო, რომელიც გინდა. და თუ შენ მაგას ისწავლი, როგორ უნდა მიიღო დღევანდელი დღით სიამოვნება ცხოვრებაში, ნებისმიერ საკითხში და ასევე როგორ უნდა ისწავლო პროცესით სიამოვნების მიღება, აი ყველაფერი სასიამოვნო გახდება ბევრად იმასთან შედარებით, ვიდრე ეხლა შეიძლება იყოს შენ ცხოვრებაში. მეორე რაღაცა რაც ცხოვრებაში მეც ძალიან რთულად ვისწავლე და ჩემი ცხოვრების ეხა ყველა ვინც მე მიცნობს, ხო აი თუ ჩემი ძალიან ახლო მეგობრები არ უყურებთ ამას, ყველა სამეგობრო ასე თუ ისე სხვანაირად მიცნობს რა. ზოგი მიცნობს ძალიან მხიარულ და ძალიან გიჟ ადამიანად. გიჟი გულისხმობა აი ენერგიულად, მოდი ვიტყვი. ზოგი მიცნობს ძალიან ჩუმა და ძალიან დასტრესილს, მაგრამ ყველა ადამიანი ვინც მე იდეალურად მიცნობს, ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, ორივე იტყვის იმას, რომ ორივეს რაღაც უცნაური მიქსი ვარ ძალიან ხასიათში. და გულისხმობ რას რა? ლაპარაკი ხო? აი ლაპარაკი რეალურად როგორ რაღაცაა საერთოდ, აი მთელი ჩემი ცხოვრება რაც მინახავს, აი მე ან სხვა ადამიანები ან მე საერთოდ როგორ ვარ, ყველა იმაზეა რა, ისევ ვიტყვი მაგაზე ლაპარაკს, აი სოციალურმა ქსელებმა რა იმას გვანახებს, ხო? ყველას ნებისმიერი ბიჭი გოგო ნახე, ყველას ტელეფონი ესე უდევს სოციალურ ქსელში, social media-ში, ჩართული აქვს რაიმე სოციალური ქსელი, ლაივი და ისვრის თავის იდეებს, ისვრის თავის აზრებს, ისვრის თავის გეგმებს, ისვრის თავის ყველაფერს ვაფშე, ყველაფერს. ჩემი აზრით ნაკლებ ლაპარაკში და მეც მოსმენაში ყველაზე მეტად რასაც გულისხმობ და რაც ასოცირდება მაგ გამოთქმასთან, ეგ არის რომ უნდა შეგეძლოს ადამიანს განსაკუთრებით პატარა ასაკში ძალიან გვიყვარს ადამიანს ლაქლაკი, მეც პატარა რო ვიყავი ყველაფერს ვლაპარაკობდი ვაფშე, აი ენას ვერ ვაჩერებდი რა. ყოველთვის ვცდილობდი რომ ჩემი აზრი რაც შეიძლება ნათლად დამეფიქსირებინა, ყოველთვის ფიქრობდი რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანთან მიმეტანა ჩემი აზრი. ხვდები? და ყოველთვის ფიქრობდი რომ რაც უფრო ხმამაღლა ილაპარაკებდი და რაც უფრო შეეცდებოდი რომ გამოჩნდე, მით უფრო არ ვიცი რას ფიქრობდი, რაც მით უფრო კარგია, თუ მით უფრო საჭიროა ეგ, რომ ჩანდე ხო? თუ არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს რა. რას ფიქრობდი და აი იმ ადამიანების პატარა ადამიანების თავში რა ტრიალებს, რომლებიც ეგრე ფიქრობენ, ხო? მართლა, იმიტომ რომ მეც რო პატარა ვიყავი, მეც ეგრე ვფიქრობდი, მაგრამ არ ვიცოდი რატო ფიქრობდი ეგრე. მაგრამ აი რაც უფრო ადამიანი იზრდები, ხო, ჩემს დაანალიზებ იმას, რომ რაც უფრო მეტს რაც უფრო ნაკლებს ლაპარაკობ და რაც უფრო მეტს ისმენ, მით უფრო კარგია. იმიტომ რომ მოსმენით სწავლობ ადამიანი და არა ლაპარაკით. ხო გამიგეთ რას ვამბობ რა? და მოსმენით აი ხშირ შემთხვევაში როდესაც ვამბობ ხოლმე რომ ადამიანს უნდა მოусმინო, ბევრი იცი როგორ რაღაცა შენც არ იყო ეს, რა შენც არ იყო ის. ჩემი აზრით სულ არ არის საჭირო ადამიანი რომ ბილ გეიტსი იყოს, ან ილონ მასკი რომ უსმინო, ხდები ან მაიკლ ჯექსონი, ან ვინმე მულტიმილიონერი ან სელებრიტი. ჩემი აზრით აი
ყველაზე ჩვეულებრივ ადამიანსაც კი, ქუჩაში გამვლელი ადამიანიც კი რო გააჩერო, ისეთი გამოცდილება შეიძლება ცხოვრებისეული გამოცდილება გაგიზიაროს ან ისეთი განსხვავებული რაღაცა შეიძლება გითხრას, რაზეც აქამდე შენ ნაფიქრი არასოდეს არ გქონდეს. რატო? იმიტომ რომ ყველა ადამიანს სხვადასხვანაირი ცხოვრება გვაქვს და ყველა ადამიანი სხვადასხვა საკითხს სხვადასხვანაირად ხედავთ. იმიტომ რომ პერსპექტივა ხვდები შეცვლილი. ზოგს რა მოსწონს, ზოგი როგორია და ადამიანების სრული სილამაზეც ჩემი აზრით ეგ არის, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია და რამდენი ადამიანის არის იმდენაირი აზრია. და აი ეგ რაღაცა რაც მე ცხოვრებაში ძალიან დიდი დრო დამჭირდა რომ მესწავლა და გამიაზრებინა ხო ეგ არის რომ ადამიანს უსმინო ხვდები აი ეს ბოლო რამდენიმე წელიწადი არის განსაკუთრებით ეს ბოლო წელიწადია ყოველთვის ვცდილობ რომ ადამიანს შეკითხვა დაუსვა და მოусმინო რა არის იმის აზრი რას ფიქრობს ის რა ინტერესებს იმას რა გონია კარგი რა გამოცდილება მიუღია ამ ადამიანს საკითხთან დაკავშირებით ხო და რაღაცა რა და რა არის იცი ამ ინფოს რასაც ეს ჩემი გონება იღებს იმ ადამიანის აზრის მოსმენისგან ყოველთვის ვცდილობ რომ გავითვალისწინო ხვდები ერთია მოსმენა და მეორე გათვალისწინება და ყოველთვის ვცდილობ რომ გავითვალისწინო იმიტომ რომ როგორც გითხარით და ჩემი აზრით ყველაზე ბევრს ადამიანი როცა სწავლობ ეგ არის როცა შეგიძლია მოსმენა აი მოსმენა არის ყველაზე კარგი რაღაცა მე მგონი რაც კი შეიძლება ხანდახან ადამიანმა გააკეთო და ამ ბოლო დროს დავამუღამე ეგ ძალიან კარგად. და ბოლოს პირველ ადგილზე ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა რაც ჩავსვი. ეგ არის ჩემი აზრით, რაც განასხვავებს კაცს და ბიჭს, ქალს და გოგოს. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა რაც ყველა ქალს და ყველა კაცს უნდა გააჩნდეს ცხოვრებაში, ეგ არის, რახან მე დიდი ბაბნიკი და დიდი გოგოების ფსიქოლოგიის მცოდნე არასოდეს არ ყოფილვარ, ასე რომ გოგოებზე მაგას არ ვილაპარაკებ, აი ძალიან სრუბუქად შევეხები გოგოებს და ქალებს, მაგრამ კაცებთან დაკავშირებით ძალიან ბევრ მაგალითს მოგიყვანთ რა. რაც აი მაგას ეხება. ხო, თავშეკავება დღესდღეობით ისეთი რაღაცაა, რაც ძალიან დაკარგულია ადამიანებს შორის რა, იმიტომ რომ ფაქტობრივად არც ერთ ადამიანს აღარ აქვს თავშეკავება და ჩემი აზრით ხო, აი რა განსხვავებაა ქალსა და კაცს შორის, და ქალსა და გოგოს შორის და კაცსა და ბიჭს შორის ზუსტად აი ეგ არის რა, რომ ქალს აქვს თავშეკავება, გოგოს არა. ხშირ შემთხვევაში კაცს აქვს თავშეკავება, ბიჭს არა. რაც გულისხმობ ბიჭსა და კაცის თავშეკავებაში, ხო? აი წარმოედგინეთ რა, რამდენიმე მაგალითი რომ მოვიყვანო, ხო? აი კონკრეტულად ესე ვერ გეტყვით ხო ხტები რაღაცებს თუ ადამიანს გაგება არ უნდა აი ნებისმიერ ადამიანი ვინც ვიდეოს უსმენს ხო ანუ თუ თქვენ გაგება არ გინდათ მე რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო და 500 მაგალითი არ უნდა მოვიყვანო მაინც ვერ გაგაგებინებთ ხტები მაგრამ ანუ თუ მომისმენთ ყურადღებით აი შეეცდებით მაინც დაგანახოთ მაგალითი თქვენც აუცილებლად მოხვდებით მაგ მდგომარეობაში როცა აი გაგახსენდებათ ჩემი ნათქვამი და მიხვდებით რასაც გულისხმობ რა ხო ასე ხარ ან უკვე იცით კარჩე უფროსება ეჭვს არ მეპარება რასაც გულისხმობ როდესაც ამ ყველაფერს ვიტყვი აი მაგალითები რომ მოვიყვანო ხო ბიჭებს გეკითხებით რამდენჯერ გქონიათ ცხოვრებაში კამათი ქალთან ეგ შეიძლება თქვენი ცოლი იყოს თქვენი შეყვარებული ან დედა თქვენი ხო და რამდენჯერ გითქვამთ გაბრაზებულზე რაღაცა ცხელგულზე ისეთი რომ მე ძალიან გინანიათ და ძალიან შეგწონიათ თქვენი საქციელის იმიტომ რომ ეგ რაღაცა გითქვამთ დედა თქვენისთვის თქვენი შეყვარებულისთვის თქვენი ცოლისთვის ან რაღაცა ეგეთი ხო და აი მე ძალიან შეგწონიათ რა აი ძალიან ბევრჯერ ხო ეგრეა მე ნამუსი კენჯინს აი ეგ როგორ უთხარი დედას ხო აი განა როგორ ეგეთი რა გითხრა რომ აი წყობიდან ეგრე გამოსულიყავი ხო და აი ჩემი აზრით აი ზუსტად ეგ განსხვავება არის რა რომ აი კაც რა უნდა გქონდეს იცი უნდა გქონდეს თავშეკავება რა და უნდა გქონდეს აი ეგ ხვდები ანუ ამტანობა თუ რაც არ ვიცი ზუსტად რა ქვია მაგას მაგრამ მე თავშეკავებას ვეძახი იმიტომ რომ აი წყობიდან არ უნდა გამოდიოდე ხვდები ადამიანი და აი ეგ არის რაღაცა რაც აი კატასტროფულად მნიშვნელოვანია კაცისთვის იმიტომ რომ დაბიგდით აი ახალგაზრდა ბიჭებს გეკითხებით რა აი ბიჭებო ან გოგოებო წარმოედგინეთ ცხოვრებაში რამდენჯერ გექნებათ ეგეთი მომენტი რომ წყობიდან გამოხვალ ხო წარმოედგინე რამდენჯერ გატესტავს უბრალოდ თქვენ ნერვებს ცხოვრება ხვდები გატესტავს თქვენ ნერვებს ურთიერთობა ხო ცხოვრებაში რამდენჯერაც გაბრაზდები იმდენჯერ ხო არ უნდა აფეთქდე და გინება დაიწყო რამდენჯერაც დედა გაგაბრაზებს იმდენჯერ ხო არ უნდა ადგე და შეურაცხყოფაზე გადახვიდე ან უხეშად ელაპარაკო ხო დედას რამდენჯერაც ცოლი გაგაბრაზებს იმდენჯერ ხო არ უნდა უხეშად მიმართო ცოლს რამდენჯერაც შეყვარებული გაგაბრაზებს უხეშად ხო არ დაელაპარაკები ხო ეგრეა რა და ურთიერთობა კიდე გოგო ბიჭი გოგოსი ეგრე არის რა არაერთხელ გავბრაზდებით გინდა ჩვენ გინდა ისინი არაერთხელ მოხდება რაღაცა ისეთი რაც ჩვენ მოთმინებას ჩვენ ნერვებს გატესტავს გამიგეთ რასაც ვამბობ და აი ეგ რაღაცა ხო აი არაერთხელ მithქვამს კაროჩე რა ეგეთი რაღაცა რომ აი მანახე რამხელა კაცის ბიჭის კაცის თავშეკავება
და გეტყვი რამდენად კაცურია ეგ ადამიანი. აი ცხოვრებაში პირობას გაძლევთ ბიჭებს განსაკუთრებით არაერთხელ აღმოჩნდებით ეგეთ სიტუაციაში, სადაც ცხოვრება თქვენ თავშეკავებას გატესტავს, ხვდები? და პირობას გაძლევთ, რაც უფრო მეტად შეიკავებთ თავს და რაც უფრო მეტად შეგეძლებათ არ აფეთქდეთ 500-ჯერ და 1000-ჯერ უფრო მაღალი გამოჩნდებით იმ ადამიანის თვალში, რომელმაც იცის რატო ხარ ჩუმად და რომელმაც იცის რატო იკავებ თავს. ხვდები რასაც ვამბობ? აი უცნაური მაგალითი რომ მოვიყვანო რა, აი წარმოიდგინე ბიჭი და გოგო, ხო? ბიჭს რო შეურაცხყოფა მიაყენონ, ხო? შეხედე როგორ არის? ხშირ აი მე ვამბობ პატარებზე, ხო ხვდები? აი ლაწირაკებზე რა უხეშად რო ვთქვათ. აი პატარა ბიჭი და პატარა გოგო ავიღოთ, ხო? აი პატარა ბიჭს რო შეურაცხყოფა მიაყენონ გოგოს წინ, ხო? ბიჭმა რო თავი შეიკავოს, ამ გოგოს თვალში შეიძლება ბანძიროჟა გამოჩნდეს, ხვდები? და რაც უფრო ეს ბიჭი მუშს დაარტყავს მეორეს, ვინც შეურაცხყოფა მიაყენა და რაღაცა ამ გოგოს თვალში უფრო მაგარი ტიპი გამოჩნდება, გამიგე რასაც ვამბობ? მაგრამ ქალის თვალში კაცი, რომელსაც უფრო დიდი თავშეკავება აქვს და უფრო ბევრს მოითმენს, ეგ 500-ჯერ უფრო მაღალი კაცი გამოჩნდება, გამიგეთ რასაც ვამბობ? იმიტომ რომ კაცის კაცობა ჩემი აზრით განისაზღვრება თავშეკავებით. თავშეკავებით. ეხლა კი ყველა ვარიანტში თავშეკავება, რა თქმა უნდა, არასწორია ხანდახან გიწევს ეგეთი მომენტები, როდესაც იძულებული ხარ რომ მოქმედებით იმოქმედო ადამიანმა და ეგ ადამიანები ყველაზე საშინელები არიან, რომლებიც კაცების თავშეკავებას სპეციალურად ტესტავენ. ეგეთი რაღაცების მინახავს. მაგრამ ხშირ შემთხვევაში აი დაალაგებულ სიტუაციაში გეუბნებით დაალაგებული ადამიანების გვერდზე. ბიჭებს გეუბნებით მაგას რა? დაიმახსოვრეთ რომ გაბრაზებულ გულზე და ცხელ გულზე, აი ბიჭებო, თქვენ გეუბნებით განსაკუთრებით და კაცებსაც, რომლებიც ძალიან მარტივად ფეთქდებით, ხო? ცხელ გულზე უფრო მარტივია ხელის მოქნევა, აფეთქება და მოქმედება და უფრო ფრჩხილებში სუსტი ჩანხარ, როცა მაგას აკეთებ, ვიდრე ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის ხელში აყვანა, საკუთარი თავის მოთოკვა და საკუთარი თავის გაკონტროლება. ნამდვილი კაცი მე ეგრე მგონია რომ წყობიდან არასოდეს არ გამოდის და საკუთარ ქულს როგორც სიტყვიან არასოდეს არ კარგავს რა. ნუ რა თქმა უნდა ყველა ადამიანია, ქალებიც გამოდიან წყობიდან ასე თუ ისე და კაცებიც გამოდიან წყობიდან, მაგრამ რაც უფრო დიდია აი ეგ შენი თავშეკავება, იმდენად მაღალი ხარ ჩემი აზრით განსაკუთრებით კაცს როცა ეხება საქმე, იმიტომ რომ კაცს ეგ თავშეკავება ძალიან დიდი რაოდენობით მოეთხოვება ცხოვრებაში, ხვდებით? ქალს მაგდონეზე არ მოეთხოვება, მაგრამ კაცს ძალიან მოეთხოვება. აი სავალდებულოა კაცს ეგ რაღაცა კონდეს. ხო გამიგეთ რას ვამბობ? ნუ რა თქმა უნდა ქალსაც უხდება ეგ რაღაცა რა, ნუ თავშეკავება როცა აქვს. ეგ არის აი ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა ჩემი აზრით, რაც განსაკუთრებით კაცს უნდა კონდეს. შეიძლება ქალშიც იყოს ეგეთი რაღაცები, ეგ მაგალითები, რაც ახლა მე მოვიყვანე, მე რახან ძალიან დიდი ბაბნიკი არ ვარ და ძალიან დიდი ქალის ფსიქოლოგიის მცოდნე, მაგაზე ლაპარაკი არ შემიძლია რა, მაგრამ თუ რაღაცა არის, რაც თქვენც გოგოები უყურებენ ან ქალები უყურებენ ამ ვიდეოს და რაღაცის გაზრდა მოგინებათ კომენტარებში, დაბლა შეგიძლიათ დაწეროთ და დიდი სამოვნებით წავიკითხავ იმ ყველაფერს, რის თქმაც გინდათ. სულ ეს იყო რაც მინდა მეთქვა, კაროჩე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, თავს გაუფრთხილდით და გეოლდებით შემდეგ ვიდეოში. Peace.